საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე 27 დღით ადრე 51 საოლქო საარჩევნო კომისია საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დოკუმენტაციაზე მუშაობს. 3 დღის განმავლობაში კომისია დეპუტატობის მანდატის მაძიებელ 8 სუბიექტის სააღრიცხვო ბარათებსა და თანდართულ საქმეს ეცნობა. შესაძლო ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში ადრესატს ეცნობება და მას ასეთის არსებობის გასასწორებლად 3 დღიანი ვადა ეძლევა. 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის საარჩევნო ბლოკის მიერ 51 ზესტაფონის საარჩევნო ოლქში წარდგენილი არიან შემდეგი მაჟორიტარი კანდიდატები. მოძრაობა სამართლიანი საქართველოსათვის ორგანიზაციიდან წარდგენილი არის ლუიზა უგრეხელიძე. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ წარდგენილი არის ზურა ბუცხრიკიძე. კახაკუკავა თავისუფალი საქართველოს მიერ წარდგენილი არის ელგუჯა კვეტენაძე. ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების მიერ წარდგენილი არის გიორგი ქავთარაძე. გიორგი თარგამაძე ქრისტიანული დემოკრატიული გაერთიანების მიერ ჯანჯღავა მალხაზი. პოლიტიკური მოძრაობა ჯონდიდ ბაღათურია ქართული დასი წარდგენილია ჩინჩალაძე თეიმურაზი. პოლიტიკური გაერთიანება ახალი მემარჯვენეების მიერ შაუგურიძე კახა და შალვა ნათელაშვილი საქართველოს ლეიბორისტული პარტია წარდგენილია დავით გამცემლიძე. აღნიშნული პარტიების მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატების სააღრიცხვო ბარათები და თანდართული დოკუმენტაცია უკვე გადმოეცა ზესტაფონის საოლქო საარჩევნო კომისიას. საოლქო საარჩევნო კომისია შეამოწმებს ამ მიღებულ დოკუმენტაციას ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამის წარდგენ პოლიტიკურ ორგანიზაციას წერილობით მიეთითება რა ხარვეზი აღმოჩნდა მათ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში და მიეთითება ამ ხარვეზის გამოსწორების ვადა. 3 დღე თუ აღნიშნულ წარდგენილ დოკუმენტაციაში ხარვეზი არ იქნა აღმოჩენილი, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით მოხდება აღნიშნული მაჟორიტარი კანდიდატების რეგისტრაცია ნომერი 51 ზესტაფონის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში. საარჩევნო პარტიებისა და ბლოკების მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატების საბოლოო და ზუსტი სია ცნობილი მაქსიმუმ 5 დღეში გახდება. მას შემდეგ რაც მას საოლქო საარჩევნო კომისია რეგისტრაციაში გაატარებს და თითოეულ მათგანს მაჟორიტარობის კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს. სწორედ ეს ჩამონათვალი იქნება გაკეთებული საპარლამენტო არჩევნების დღეს ზესტაფონელი ელექტორატისათვის გადაცემულ ერთ-ერთ საარჩევნო ბიულეტენში. მეორე კი პროპორციული არჩევნების ბიულეტენი იქნება, რომლის მიხედვითაც არჩევანი სასულო პარტიასა თუ საარჩევნო ბლოკზე გაკეთდება. სპორტული იმერეთი 2012 საფესტივალო პროგრამის ფარგლებში სტარტი აიღო შეჯიბრებამ ფეხბურთში. მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლების მოყვარული სპორტსმენებისაგან დაკომპლექტებული 20-მდე გუნდი ერთმანეთს პირველი ადგილის მოპოვებისათვის უპირისპირდება, რათა შემდეგ ეტაპზე ფესტივალის ფინალურ ორთაბრძოლებში მიიღოს მონაწილეობა. შეჯიბრება უნდა დამთავრდეს 9-ში, სადაც გაიმართება ქალაქ ქუთაისში ფინალური შეხვედრები. დღეს ჩატარდა პირველი შეხვედრა, შორაბნის გუნდი ხვდება სვირის გუნდს და ასე ნელ-ნელა ეტაპობრივად 9 რიცხვში მოხდება ფინალური შეხვედრების გამართვა. მოხარული ვარო ასეთი კარგი ტურნირები ტარდება. დღეს სამწუხაროდ წავაგეთ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მომავალშიც გაგრძელდება ეს ტურნირი და მომავალ ტურნირზე აუცილებლად გაიმარჯვებს ჩვენი გუნდი. მე ვარ შორაბნელი, შორაბნის გუნდიდან და ეს მატჩი ჩვენ მოვიგეთ და მადლობა კიდევ ორგანიზატორებს, დიდი მადლობა. ფესტივალი იმერეთი 2012-ის პროგრამის მიხედვით შეჯიბრებები სპორტის სხვადასხვა სახეობებში ტარდება. თითო მუნიციპალიტეტი თითო სახეობას უმასპინძლებს ფინალშიც. მაგალითისათვის ზესტაფონი მკლავჭილელთა ასპარეზობის ადგილად არის შერჩეული, რომლის მუნიციპალური ტურნირი უკვე ჩატარებულია და ცნობილია ის სპორტსმენებიც, რომლებიც რეგიონის პირველობაზე ზესტაფონის ღირსებას დაიცავენ. რაც შეეხება საფეხბურთო საფესტივალო ბატალიებს, ის ჯერ მხოლოდ დაიწყო. შემდეგი დღეები ორგანიზატორთა ვარაუდით უფრო დაძაბული და საინტერესო იქნება. ფესტივალში გამარჯვებული გუნდებისათვის სერიოზული ფულადი ჯილდოებია დაწესებული. პირველი ადგილის მფლობელი 2000 ლარით დაჯილდოვდება. მეორე საპრიზო ადგილზე გასულს 1000 ლარი გადაეცემა. მესამე პოზიცია კი 500 ლარიანია.
დუბლიორთა ტურნირის მეოთხე ტურში საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის რეზერვისტებმა საკუთარ ბაზაზე ბათუმის დინამოს მეორე გუნდს უმასპინძლეს. პირველ რიგში უნდა ითქვას იმის შესახებ, რომ გარკვეული პაუზის შემდეგ ზესტაფონელთა რიგებში კვლავ გამოჩნდა რადი წინამძღვრიშვილი. მწვანე მინდორსი სწორედ ბათუმერებთან მატჩში დაუბრუნდა. შეხვედრა სტუმართა სწრაფი გოლით დაიწყო, მიმდინარეობდა მე-6 წუთი, როდესაც ბათუმელთა ფორვარდმა ტიერი აისანმა თავისი გუნდი დააწინაურა. ამის შემდეგ თამაში მასპინძელთა დიდი სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა და შესვენებისათვის ზესტაფონელები უკვე 2-1-ზე ამარცხებდნენ მეტოქეს. მე-15 წუთში ანგარიში რატი წინამძღვრიშვილმა გაათანაბრა, ხოლო 28-ზე მიშიკო სარდალიშვილმა თავისი გუნდი წინ გაიყვანა. ბათუმელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ შეხვედრის მეორე ტაიმში მათ დუბლიორთა ტურნირის ლიდერს ნამდვილი ბრძოლა გაუმართეს და მატჩის მიწურულს ანგარიშის გათანაბრებაც შეძლეს. მე-80 წუთზე თავი აივენგო ვარშანიძემ გამოიჩინა. ამ გოლმა შეხვედრის დასკვნით ნაწილს უდიდესი ინტრიგა შესძინა და 93 წუთზე ოთარ კვერნაძის მიერ გატანილი გოლით ზესტაფონელებმა გამარჯვებაც მოიპოვეს 3-2.